13 წლის განმავლობაში ლელო ჩვენ ხედავთ რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი არის რომ წაშალოს საერთოდ მათ შორის მრავალფეროვნება ალტერნატიულობა და ყველა ერთ კალათაში მოაქციოს. ერთ კალათაში მოაქციოს ბიძინა ივანიშვილმა ყველა დააკავშიროს მათ შორის წარსულ ხელისუფლებასთან, ნაციონალურ მოძრაობასთან და ამით სცადოს რომ ყველა ერთია, ერთი სახელი, ერთი გვარი ქვია, ერთი იდეები აქვს და ასე შემდეგ. რაც ჭირდება ივანიშვილს სინამდვილეში ჩვენ ამის საწინააღმდეგო უნდა გავაკეთოთ ყოველთვის, იმიტომ რომ ივანიშვილს ჭირდება ის რომ ამით ერთი განადგუროს ოპოზიცია, განგვდევნოს ჩვენ პოლიტიკური პროცესიდან და წაშალოს მათ შორის მრავალფეროვნების და ალტერნატიულობის ზღვარი და შესაძლებლობა ამ მომრჩევლისთვის, რომელსაც მაგალითად შეიძლება არ მოსწონს ლელო მაგრამ მოსწონს სხვა პარტია უფრო მეტად მისაღებია ან არ მოსწონს ნაციონალური მოძრაობა და ლელო მისაღებია ამ ხელოვნური მექანიკური ჯამებით და ერთ რაღაც სუბიექტად ქცევით დიდი შანსია რომ ძალიან ბევრი ადამიანი დავაბრკოლოთ მხარი დაუჭიროს ოპოზიციას. ამის პარალელურად ივანიშვილის გზაც და მიზანიც ნათელია რომ მას აქვს პირველ რიგში სურვილი რაღაც ერთიანად წარმოგვაჩნოს. 13 წელი ამას აკეთებს. გუშინაც ამას აკეთებდა და 12 წლის წინაც ყოველთვის ამას აკეთებდა. მე რომელიც მაგალითად 17 წლის ვიყავი სტუდენტი, პირველ კურსელი სტუდენტი 2012 წელს და ქუჩაში ვიდექი დიდ სტუდენტურ აქციებზე ხელისუფლების წინააღმდეგ მეც კი ნაციონალურ მოძრაობას მეძახის და მადარებს და ასე შემდეგ. თუმცა აქ ამოსავალი მაინც ალბათ უნდა იყოს ის არა რა სიტყვის ქართული ოცნება, არამედ რა უფრო ეფექტური იქნება. ანუ ცალ-ცალკე თუ ერთიანი და გაერთიანებული ძალებით ბრძოლით მიღწევს შედეგამდე. ირაკლი, აი ზურაბ ჯაფარიძეს უსმენდი გუშინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, რომელმაც ოპოზიციაში არსებულ ვითარებაზე და ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას რამდენიმე საინტერესო აქცენტი დასვა, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიციურ ძალებს შორის კი არსებობს კარგი კოორდინაცია, მაგრამ დიდი განსხვავება კოორდინაციასა და ერთ გუნდად შეკვრას შორის, რომ ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა და საფუძველი მისი აზრით არის არა კოორდინაცია, არამედ სწორედ ერთ გუნდად შეკვრა, ერთ ნავში უნდა ჩავსხდეთ და ერთად მოусვათ ნიჩბებიო, ასე ფიქრობს ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ხას უსვამს, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დაკვეთა სწორედ ესაა. აი თქვენი აზრით რა უნდა თვითონ ხალხს, ანუ თუ აქვს ლელოს ჩატარებული ერთგვარი კვლევა, არ ვიცი, გამოკითხვა რა არის თვითონ საზოგადოების დაკვეთა და აქვე თქვენ ერთხელ უკვე სცადეთ, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლად ცურვა ქართული ოცნების წინააღმდეგ, როდესაც მიიღეთ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლის გადაწყვეტილება და საბოლოოდ ეს ბევრი პოლიტიკოსის თუ არა პოლიტიკოსის მხრიდან შეფაცდა როგორც პოლიტიკური შეცდომა. აი ხომ არ გამოდის ისე რომ მეორედ შედიხართ იმ ტალღაში, რასაც ქვია, ესე ვთქვათ, ტალახის ტალღა თქვენს წინააღმდეგ. ტალახის ტალღების არ გვეშინია, ქართული ოცნება ბევრი წელია ამას აკეთებს ლელოს წინააღმდეგ, 6 წელია რაც პარტია არსებობს და მათ შორის ადამიანები, რომლებიც დღეს ლელოში ვართ, მანამდე ვიყავით სამოქალაქო აქტივისტები და ქართული ოცნების წინააღმდეგ ვიბრძოდით და 13 წელი მე მაგალითად ოპოზიციაში ვარ. 13 წელი რაც ქართული ოცნება არსებობს, მას შემდეგ ოპოზიციაში ვარ მეც და ძალიან ბევრი ჩემი თანაპარტიელი და თანამებრძოლი. რაც შეეხება ზურა ჯაფარიძის ეთერს მეც უყურე და ზურა საუბრობდა მათ შორის უნდობლობაზე და ნდობის დეფიციტზე ოპოზიციაში. ეს პრობლემაზე თქვენი მხრიდან. არა მხოლოდ ჩვენი, მგონი ზოგადადაც ეს არსებული განცდა, რომელმაც აჩვენა, რომ წარსულ გამოცდილებებში, როცა რაიმე ტიპის ესეთ დოკუმენტებს, მემორანდუმებს თუ დეკლარაციებს აწერს ოპოზიცია ხელს ერთობლივად, შემდეგ პრინციპებია იქ არანაირ ერთობაზე არაფერი არ წერია, შემდეგ ჩნდება არასწორი მოლოდინები. არასწორი მოლოდინები ოპოზიციის მიმართ, რომ აი ხომ მოაწერეთ ხელი რაღაცას და ახლა მიდით გადადით ქმედებაზე. რა შეიძლება იყოს ის ქმედება, ოქროს გასაღები, რომელმაც შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, ან ცვლილებები მოიტანოს სწრაფი და ეფექტური, ეს არ არსებობს. ამიტომ არასწორი მოლოდინების შექმნაც ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული და ეს უნდა გვესმოდეს. ხშირ შემთხვევაში არასწორი მოლოდინების შექმნა ბევრად უფრო დიდ იმედგაცრუებას იწვევს ვიდრე ის არსებული ვითარება, რაც ჩვენ ვიმყოფებით და ვამბობთ მარტივად, რომ ბრძოლა გრძელდება წინააღმდეგობაში ვიმყოფებით. ლელო არის ასაკრძალ პარტიათა სიაში ქართული ოცნების მხრიდან. ჩემი პარტიის ლიდერები არიან სისხლისამართლებრივი დევნის ქვეშ
ყავს პოლიტიკური პატიმრები, ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, ალეკო ელისაშვილი, მათ შორის მიუხედავად იმისა, რომ სხვა ტიპის кейსია, ის პოლიტიკური პატიმარია, რომელსაც არ აძლევენ შესაძლებლობას ამდენ ხნის განმავლობაში არც ოჯახის წევრებთან შეხვედრის, არც ზარის განხორციელების, არის საქართველოში ყველაზე მკაცრ ციხეში გამოკეტილი ალეკო ელისაშვილი და გუშინ მისმა ადვოკატებმა სპეციალურ ბრიფინგზე ამასთან დაკავშირებით ისაუბრეს. ამ ვითარებაში ფაქტია, რომ ჩვენი მყოფებით ტოტალურ წინააღმდეგობაში ქართულ ოცნებასთან. კი, სოციოლოგიურ კვლევებს ვატარებთ და მათ შორის პირველ რიგში აზრს ვეკითხებით ჩვენს მხარდამჭერებს და წევრებს, იმიტომ რომ ჩვენი ამ პარტიების მხარდამჭერები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. წინაც, მაგრამ საბოლოოდ არ დადგა ის შედეგები ადგილობრივ არჩევნებზე, რასაც ლელო ჩვენ ამას არ ვამბობდით, ჩვენ ვამბობდით ლელა იმას, რომ თუ ოპოზიციური პარტიები გაბედავდნენ და გარისკავდნენ ერთად ბრძოლას და ერთად წინააღმდეგობას თვითმმართველობის არჩევნებზე, ხო დღეს კალაძე არ იქნებოდა მერი, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია შევიდოდა ერთობლივ ბრძოლაში და ჩვენ ვამბობდით ერთობის ძალიან სწორ და შედეგზე ორიენტირებულ ფორმულას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, როცა რაღაც შეთავაზება დგება, ეს შეთავაზება უნდა იყოს ქმედითი, რაღაც შედეგზე ორიენტირებული. ეს დეკლარაცია, რომელზე ხელმოწერაზეც ახლა მაგალითად მე და თქვენ ვსაუბრობთ, იცით შინაარსი? ხო, ნუ ჯერ არ არის აი უცნაური ეს არის, რომ მედიაში ვსაუბრობთ რაღაც ტიპის დეკლარაციაზე თუ მემორანდუმზე. რა წერია, იქ არავინ არ იცის. მე თქვა რომ გაკეთდება საჯარო პრეზენტაცია. გავიგე, მაგრამ აი წინასწარ როცა ვსაუბრობთ, ამაზე ამიტომ უცნაური, რომ მე მიჭირს ანა ერთობაზე იქ არ არის საუბარი. ის 8 პარტია მოაწერს თუ არა ხელს, არანაირ ერთობას ეს არ ნიშნავს. ეს რამდენიმე ღირებულ პუნქტზე ხელმოწერას ერთ-ერთი პუნქტი შემიძლია ვთქვა თავდაუსხმელობა. მე შეგახსენებთ, რომ ყოველგვარი ხელმოწერის და დეკლარაციის გარეშე ლელო ამას აკეთებს წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გაიხსენეთ ახლა რამდენიმე თვის წინანდელი პოლიტიკური პროცესი, თავს რო გვესხმოდა, ტალახი რო გვესროლა ლამის ნახევარზე მეტმა ოპოზიციამ, ამის პარალელურად ჩვენ გქონდა ძალიან ერთი მკაფიო მესიჯი. ჩვენ ოპოზიცია არ გავხდებით და ბრალდებებს ოპოზიციის შიგნით და იარლიყებს არ ვუპასუხებთ. ამიტომ ხელმოწერა მათაც არ უნდა ჭირდებოდეთ მსგავს ელემენტარულ პრიმიტიულ პრინციპებში, რაც არის ერთ მხარეს ოპოზიციას შორის სტაბილურობის, მშვიდობის პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნებას და მეორე მხარეს თუ ვინმე აწყობს დაპირისპირება ესეთი რაღაც გადაძახილი და სხვის ღობის მიღმა გადაგდებული კენჭები და ლოდები ეს აწყობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. ტალახის და რაღაცა თავდასხმების კონტექსტში ჩაგეკითხე